დეკანოზი გიორგი კალანდია საღამომშვიდობისა მამა გიორგი გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა 100,000 მოწამის ხსენების დღეს დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან ინტერვიუსთვის დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ უნდა გკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ საზოგადოებაში ჩნდება ხშირად მსგავსი შეკითხვა თუ რატომ აღნიშნავთ დღევანდელ დღეს გვახსოვს ისტორიიდან გამომდინარე ისტორიული წყაროები თუ რა მოხდა მე-13 საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში კერძოდ აი ამ ადგილას სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ მეტეხის ხიდზე ასეთი სასტიკი დღე ჩვენი ისტორიის ფურცლებმა რაც შემოგვინახა რატომ აღინიშნება დღევანდელ დღეს და რატომ ზეიმობთ მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდა 100,000 მოწამის ხსენების დღეს და ვილოცავთ ერთმანეთს პირველ რიგში მეც ვერტები თქვენს მილოცავს ყველა იმ ადამიანს ვინც ტელევიზიით ადევნებს ხალხურს ამ დღესასწაულს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ერისთვის და მინდა დიდი მადლიერება გამოუთქვა იმ ჩვენი წინაპრების მიმართ რომლებმაც ეს ხიდი აციეს ზეცად ამსვლელ კიბედ რომლებიც ფიქრობდნენ რომ ყველაზე დიდი ღირებულება რაც კი ადამიანს გააჩნია ეს არის ქრისტე რომელიც უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა სიცოცხლის ფასადაც კი რაც შეეხება ადამიანის სისასტიკეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა ბოროტსაზე და დაასო თვით მაცხოვარმა გითხრა და იყო საქართველოში უამრავი მსგავსი შემთხვევა, როცა იდევნებოდა ქრისტიანები და კვდებოდნენ იმის დროს, რომ მათში ქრისტე შენარჩუნებულიყო. ჩვენ ხო ისერი ვართ, ვისაც დაგვიბარეს, რომ ქრისტესთვის სიკვდილი უნდა ვეძიოთ. ამიტომ შესაბამისად პირდაპირ მნიშვნელობითაც როცა ეს საჭირო იყო ჩვენი ერი ამას აღასრულებდა და ის პერიოდი თუ ისტორიულად საუბარია იმის შესახებ რომ ირყეოდა ვითარცა ლერწამი შეიძლება იყო ბევრი პრობლემა სასულიერო და საერო თვალსაზრისით სიწმინდის შენარჩუნებისა მაშინ ერმა დაანახა თავისი არჩევანი მისი არჩევანი იყო ქრისტე და ამ არჩევანისთვის თავი დადეს რაც იმ თვალსაზრისით რატო უნდა ვზეიმობდეთ დღესასწაული თავისთავად გულისხმობს სიღრმეს, სულიერ სიღრმეს, რომელიც აუცილებელია რომ ადამიანმა გაიაზროს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მასში უნდა იყოს აღქმა სულისა, რას იღებს შენ იმის სანაცვლოდ, რასაც თავაზობენ, ხო? და თუ თავაზობდნენ სიცოცხლეს, ეს სიცოცხლე ქართველი კაცისთვის უმნიშვნელო ხდებოდა და არა თუ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრისთვისაც კი იმეტებდა აქ ყოფნას და აქ გარდაცვალებას, რათა სამუდამო და ის ნეტარი ცხოვრება მიეღო, რაც ღმერთი ადამიანს აძლევს თავის სისხლით, თავის ხორცით, რომ ჩვენ ხო ვიცით, ქრისტე გვყავს მაგალითი, ჩვენ რო არ ყოლოდა ქრისტე და მას საკუთარი თავი არ გაეწირა, ჩვენთვის სხვა მდგომარეობა შეიძლება გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვყოფ ქვეყანას ვესმის თუ რას ნიშნავს გარდაცვალება და ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სულები. ადამიანში გმირობა ნელა ყალიბდება, ეს არ არის მომენტი, რომ დღეს თუ ადამიანი თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, მას ჩვენ, ანუ ეკლესია, მაშინათვე მოვთხოვთ და ვითხოვთ მისგან იმ თავგანწირვას, რაც ქვია თავის შეწირვა ქრისტესთვის. ამას ვერ მოსთხოვ ადამიანს თუ თვითონ ამისთვის ნელა არ მოემზადა. სწორედ ესე ვფიქრობ, რომ გმირობა არის ნელა ყოველდღიურად მზადება იმისთვისა, რომ საბოლოოდ სიკვდილი ხო გარდაუვალია და ვინც კი მოკვდა და სახელი მისი აღარ დარჩა ამ ქვეყანას, მან რა წაიღო თან? ვერაფერი და შეიძლება ის დიდი საიდუმლო რაც არის უფალთა მყოფობა ისიც კი ვერ შეიძინა, ნახან მიეჯვაწვა მიწიერს. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავთმოთ მიწიერი და მივედოთ უფალს, რომელიც გვაძლევს სულის ხსნას. მამა გიორგი, მეტეხის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ხიდზე ტრადიციად იქცა უკვე მრავალი წელია, უამრავი ადამიანი იკრიბება წმინდა სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად. ამ შეკრების მნიშვნელობაზეც რომ გვითხრათ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა მიიღოს ყოველწლიურად ამ პროცესში მონაწილეობა და შესწიროს მადლობა, გადაუხადოს მადლობა გმირ წინაპრებს იმისათვის, რომ მათ თავი გასცირეს საკუთარი რწმენისა და სამშობლოსათვის. ჩემ გულწრფელს შეგრძნებას გეტყვით, რომ ახლა ამ ხიდზე ხშირად ვიწევს გადავლა ყოველ ჩვენგანს სხვა დღეებში, მაგრამ დღეს აპყრობა კიდე განსაკუთრებულია და განსხვავებული აქ მადლით რეალებს და ამ მადლს შეიგრძნობს ის ადამიანი, ვინც ფიქრობს და უნდა რომ უფალთან იყოს გულწრფელი. ამიტომ მე ჩვენს ეკლესიის მრევლს, რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს,
შეიგრძნოს ეს მადლი ჩვენთან ერთად აქ მოსვლით და მათზე პატივის მიგებით, ვინც შეძლეს თავიანთი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა ჩვენთვის ის დიდი ღირებულება, ისევ და ისევ ვიმეორებ, რასაც ქვია ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. ამიტომ მადლობა ჩვენს მეუფეს, მადლობა პირველ რიგში უწმინდეს და იმ ადამიანებს, ვინც ამ ღონისძიებას, ძალიან დიდ ღონისძიებას, მასშტაბურ ღონისძიებას ხელმძღვანელობს და ძალიან ლამაზ ისეთ სასიამოვნო სახეს აძლევს. ახლა ჩვენ მუსიკის ფონზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება მიმდინარეობს და ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ ქრისტიანობა მწუხარებისკენ, სევდისკენ კი არა, სიხარულით ცხონებისკენ მიგვიძღვება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვიხაროდეს ის, რაც იყო და სიხარულით შევუდგეთ ის, რაც მოგველის და მოგვეცემა ცხოვრების განმავლობაში. ალბათ ბევრი სირთულის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ვეცადოთ, რომ ეს სირთულეებიც დავწვიოთ ერთობით. უწმინდესი ამბობდა ხშირად და ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს და ღმერთი კიდე აერთიანებს და ღმერთმა გაგვაერთიანოს და ერთად ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესა და გემშვიდობებით. შევახსენებ მაყურებელს, დეკანოზი გიორგი კალანდია საუბრობდა